და დაპირისპირებული მხარეები დღის ბოლოს უკვე საკრებულოში შეიკრიბნენ შეხვედრას თავმჯდომარე და ჯანდაცვის კომისიის წევრები ესწრებოდნენ, თუმცა საკითხის განხილვა შეურაცხყოფასა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქეთი ლაცაბიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში საკრებულოდან. ქეთი, დასრულდა თუ არა შეხვედრა და არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დროისთვის? კონკრეტული გადაწყვეტილება ის არის, რომ საკითხის განხილვა თბილისის მერიაში გადაინაცვლებს, რადგან როგორც საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, მათ კითხვები აქვს შუა ქალაქის გადაფორმებასთან დაკავშირებით თბილისის მერთან და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელთან. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და საკმაოდ დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მედიკოსმა კლინიკის წარმომადგენლები წილების გადაფორმებაში დაადანაშაულეს. დღესვე ამ შეხვედრაზე ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ირაკლი შიხიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარემ ელაშა მიქაუტაძე, რომელიც შუა ქალაქის დირექტორია, დარბაზიდან გააძევა. ერთი თეთრი არ ჩადებულა, კახალომსაძე, გაიგე კარგად, ერთი თეთრი არ ჩადებულა, როგორც დაწესებულების სასარგებლოდ და თლიანად მერიამ წაიღო მილიონიანი ქონება. თუ არსებობს იმის მექანიზმი, რომ ის ვალდებულებები, რა ვალდებულებებიც მიავიღე ამ პოლიკლინიკასთან, მეცამეტე პოლიკლინიკამ მხედველობაში, თუ დამიბრუნებს ვინმე ამას და დღესვე თანახმავა, რომ გაიტანოთ უკვე. ახლა 9 მილიონი ლარი გადაიხადა? თუ არ გადაიხადა? რა ვქნათ? არა, დაატოვებინებ და წავალ მეც რა. ამ ადამიანს მეცქონება შეძინა კანონით დადგენილი წესი, თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები ქონების გახტვისდებასთან დაკავშირებით ან აუქციონის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, მიმართონ სასამართლოს. საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები საკითხში ჩართვას სამართალდამცავ უწყებებს თხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ამ კონტექსტში კი საუბარია თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირველ რიგში, რასაც აქვე განვეცხადებ, დადგება ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, რომელიც დაახლოებით უკვე ორი სხდომა არის, ის იგნორს აკეთებს და არ მოდის, რაც ეს უკვე ძალიან ცუდი ტონი არის მისი მხრიდან ჩვენს მიმართ და შემდეგ სამართლებრივზე ალბათ დაინტერესდება პროკურატურა. თბილისის საკრებულო მიიღოს დადგენილება და თბილისის მთავრობას მოთხოვოს უპასუხისმგებლო პოლიტიკის ავტორს, ქონების მართვის სააგენტოს ამჟამინდელ ხელმძღვანელს ბატონ ჭედიას თანამდებობიდან გათავისუფლება. დღესვე საკრებულოს თავმჯდომარე კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა, ის პარლამენტს მიმართავს და სთხოვს, რომ დედაქალაქის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანოს. ირაკლი შიხიაშვილი თბილისის მერის უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს. დიდი მადლობა, ქეთი ლაცაბიძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში.